ალტერნატივა ეს მანტრა, ასე ვთქვათ, საპროტესტო მოძრაობის ყობახიძის აზრით არის დანაშაულებრივი ქვეყნის ღალატი და გამომძიებლება უნდა მისცენ კვალიფიკაცია ამ ყველაფერს, ზუსტად ეს არის ის რის გამოც საქმეები აღძრული ოპოზიციის წინააღმდეგ და მიმდინარეობს ახლა სასამართლო პროცესი, ყობახიძე ამას უწოდებს, მოკლედ როგორც გითხარით, დანაშაულებრივს, ანტისახელმწიფოებრივს და მოღალატეობრივ საქმიანობას. არა და ეს კომენტარი მოჰყვა ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის სტრატეგიას, მოგეხსენებათ ბოლო დროს დიდი განხილვები და ბრალდებები, ასეც ვიტყოდი, მიდის ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები, იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს სტრატეგია იმისთვის, რომ შეიქმნას ალტერნატივა, იმისთვის, რომ გაძლიერდეს საპროტესტო მოძრაობა და იმისთვის, რომ იყოს გარედან წნეხი, ანუ სანქციები, ამის შესახებ წერდა ნიკა გვარამია და ერთიანობა და ალტერნატივა არის მთავარი მოთხოვნა საზოგადოების და პროტესტის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაო, წერდა ის და მოკლედ ვინც ერთობას მოკლედ ვინც ამას არაკეთებს, უნდა დააფიქრდეს, რისთვის იბრძვის, წერდა ნიკა გვარამია. სავარაუდოდ ეს მოყვა დებატებს ნაციონალურ მოძრაობასთან, ვიცით რომ გაცხარებული დებატები მიდის 4 ნომერსა და 5 ნომერს შორის, პრინციპში არც ერთ აღარ აქვს ეს საარჩევნო ნომერი, მაგრამ მაინც და ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულია ერთგვარი რეფორმირების პროცესი, რა გამოვა აქედან საბოლოოდ არ ვიცით, თუმცა ყველა განცხადება, რაც ამ პროცესში კეთდება, უკავშირდება პარტიის გაძლიერებას, პარტიის როლის გაძლიერებას და არაზოგადად რაღაცა საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას, ან ეგრეთ წოდებულ ერთობას. მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა ყოველ შემთხვევაში. მოკლედ ამ თემებზე ვილაპარაკებთ დღევანდელ გადაცემაში. ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების და ძალების კონსოლიდაციას განაგრძობს, მიუხედავად იმ საგარეო კონტექსტის ცვლილებებისა და რყევებისა, ის სულ რაღაცა პროცესშია, სულ ცდილობს, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ რაღაცა ახალი თამაშები წამოიწყოს, თუნდაც ის, რაზეც წინა ბლოკში ვლაპარაკობდით, ანაკლიის პროექტის ახლებური შეთავაზება დასავლეთისთვის მათ შორის, რა ხდება ამ დროს ივანიშვილის ოპონენტების ფლანგზე და როგორ უნდა განვითარდეს პროცესი ისე, რომ ივანიშვილის ძალაუფლებას პრობლემები შეექმნას. აი ამაზე ვილაპარაკებთ ჩემს შემდეგ სტუმართან ერთად, დავით გუნაშვილი, მოძრაობა ერთი ხალხი, ერთი საქართველო. აი ამ მოძრაობის წევრი არის დავით გუნაშვილი და ის არის ჩემი სტუმარი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ბათო. გესმით, იმედია ჩემი ხმა. მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ აი იმ დიდ დებატებში, რაც მიდის ზოგადად რა სტრატეგია უნდა კონდეს ამ საპროტესტო მოძრაობას და ოპოზიციას, ყობახიძე ჩაერთო დღეს და თქვა, რომ საერთოდაცო ეგო დანაშაულიაო, თქვენ რაზეც ლაპარაკობთ, ხო? მაგრამ ნუ მოდი მაინც ვილაპარაკოთ ამ სტრატეგიაზე. ბოლო პერიოდში ჩვენ ადრე გვილაპარაკე ამაზე, რომ რაღაცნაირი ჩიხი გამოიკვეთა, ხო, თითქოს, ან თუნდაც სტაგნაცია დავარქვათ საპროტესტო მოძრაობაში. არის ეს საქმე სწორი თუ რაიმე პროცესი მიდის, რომელსაც ფართო საზოგადოება უბრალოდ ვერ ხედავს? სტაგნაციას მე ვერ დავარქმევ, ზოგადად ჩვენ პროტესტში სტაგნაცია არ ქონია, არც ასე ვთქვათ სტატიკური სიტუაცია არ ქონია, მუდმივად იყო სხვადასხვა გზების ძიების პროცესი და პოვნის პროცესი და სხვადასხვა გზებით წინააღმდეგობა გრძელდებოდა, ხან ძაფრად, ხან ესე გააჩნია, ხო, რეჟიმი შეგადაში გახერხებდა შემოტევებზე გადმოსვლას, ძალიან მძლავრი შემოტევები იყო, ხო, ანუ ის ასე ვთქვათ რეპრესიული ზომები რაც მათ მიიღეს, ეხლა შარშამდელ იგივე პერიოდს თუ ავიღებთ იმასთან შედარებით, ეხლა სულ სხვა რეპრესიულ გარემოში ვართ, ანუ ნელ-ნელა ეს ყველაფერი ვიწროვდება, წვრილმანდება და ანუ ეს კატალოგი რეპრესიული ძალისხმევების ნელ-ნელა უახლოვდება, ანუ თქოს რაღაცა ლიმიტს უახლოვდება, ხო? ანუ ცოტა ხანში მივალთ იმ ზღვრამდე, როდესაც ასე ვთქვათ სკრინვას სამსახური იმაზე კი არ დაუწყებს ხალხს დევნას, რომ რატო დაწერე ის, რატო დაწერე ეს, ასე ვთქვათ რაღაც რას ჩათვლის გინებად წეულად და ასე შემდეგ, ხო?
არამედ შეიძლება მოგადნენ და გითხრან რატო არ აქეთ რეჟიმს, რატო არ ამბობ რომ ივანიშვილი გიყვარს, რატო არ ადიდებ ქართული ოცნების კი, არის რეალური ეგ პერსპექტივაც ხუმრობის გარეშე, ეგეც შეიძლება კი მოხდეს, არაფერი არ არის. კი, მაკეთკენ მიდის. ანუ რეალურად ეხლა დიახ, ანუ ამ წერტილიდან რო გაიხედო, ანუ ლოგიკურად დაინახავ ადამიანი. კი, 2 წლის წინ რაღაცა რო ეთქვა ვინმეს რაც დღეს ხდება, ვიტყვეთ რომ ეს რა შავი იუმორია რა არის და დღეს რეალობაში ხდება პრინციპში, ხო? კი, ანუ შარშან ამ დროს 6000 ლარით დაჯარიმების საქმე სტატუსის გამო. არ გავიგებთ ხა იმ სიტყვას არც ეწერა ეს სიტყვა, ხო? რაღაცა იყო ხუმრობა. და ანუ ნებისმიერი კი ბატონო, ეხლა მე რატო ვახსენებ ამას, რომ რეალურად ანუ ეს დინამიკა არსებობს და ანუ საპროტესტო საზოგადოება მაინც თავის ასე ვთქვათ ადგილს პოულობს, ხო ეს არ დამთავრებულა ეს ყველაფერი და ანუ ჩვენ ბევრად უფრო კრეატიულები და საკმაოდ ესე გონებამახვილურ გამოსავლებს პოულობთ. ანუ თავარი არის რომ საპროტესტო საზოგადოებისთვის თავარი არის რომ ანუ პროტესტი ისმის, პროტესტი არსად არ წასულა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და პირადად ბიძინა ივანიშვილმა იცის ძალიან კარგად, რომ აი ეს რაც ისმის, რა დონეზეც ხმოვანდება პროტესტის ხმა, აი განსაკუთრებით ეხლა თუნდაც შაბათის მარშებზე, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ გააცილებით დიდი პოტენციალია იქ სადღაც, აქვე ახლოს, აქვე არის ახლოს არის ამბავი. ივანიშვილი უფრო კარგად ხედავს აქეთ მხარის შესაძლებლობებს, ვიდრე თვითონ აქეთ მხარე. შეგვიძლია ეგრე ვთქვათ, ხო? სწორი შეფასებაა. იმიტომ რომ ჩვენ მხარეს მისი თვალით უნდა შევხედოთ საკუთარ თავს და საკუთარ შესაძლებლობებს, კარგი იქნებოდა. დიახ. ნახეთ, ჩვენ ვართ ემოციური ხალხი და ძირითადად ემოციურ პრიზმებში ვაფასებთ საკუთარ თავსაც, მოვლენებსაც, მოწინააღმდეგესაც და ასე შემდეგ. აი ამ ემოციიდან გამოსვლა ვერ ვისწავლეთ ჯერ, რომ ასე ვთქვათ, რაციონალურად, ანალიტიკურად, ცოტა ზედხედიდან სტრატეგიულად შევხედოთ რაღაცებს. ზოგადად სტრატეგიული აზროვნება გვიჭირს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენი განათლების სისტემა უბრალოდ კლავს პირდაპირ სტრატეგიული აზროვნების რაღაცა მიდრეკილებას და საძირკველში ადამიანს ბავშვებს უკლავენ ამ ამბავს, ისეთი ამბავი ხდება და მით უმეტეს რომ არ ეხმარებიან არავის რომ ანუ ამ ჭრილში საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში სტრატეგიულად აზროვნება ადამიანებს უჭირთ ძალიან. უბრალოდ არ იციან რა უნდა საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა ეს მოცემულობა ეს ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ჩვენი პოტენციალი ძალიან ეშინია როგორმე ვაიმე და ეს არ გამოვარდეს და იმიტომაც ჩადიან ეხლა აი ამ ჭინჭყი-პინჭყი რეპრესიებში და ასე შემდეგ რომ ცდილობენ რომ რაღაცა ისეთ არ შეაბიჯონ რომელიც აი ამ ამოფრქვევას გამოიწვევს ამავე დროს ცდილობენ რომ ისეთ სივიწროვეში ყავდნენ რომ რაღაცა მაინც და მაინც დამანგრეველი ეფექტი არ იქონიოს მათ ამ რეჟიმის ასე ვთქვათ აი საყრდენებზე ხო რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მათი არის ეს პროპაგანდა. ეხლა კიდე რა თქმა უნდა იქ ძალოვანებიც არის და ფიზიკური ძალა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ფიზიკური ძალა შიგნიდან ძალიან მოწყვლადი ხდება ნელ-ნელა, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანური რესურსიც არ აქვს რომ ჩაანაცვლოს უკვე და ვინც ყავთ იქ ძალიან ბევრი უკმაყოფილო ყავთ უკვე. უბრალოდ იციან რომ ისინი ალტერნატივას. დათო, საიდან იცით? უკმაყოფილოები რო ყავთ? დიახ. ჯერ ეს ერთი ბევრი ადამიანი ტოვებს. ანუ არის ეხლა ინფორმაცია და ხანდახან არის კიდე იქიდან აქ მეორე, მესამე ხმიდან მოწვდენილი ხმები, რომ ვაიმე ეს ხალხი არის ძალიან შეშფოთებული რეალურად, იმიტომ რომ ვერც პროგრესს ხედავენ, ვერც გასახანს ხედავენ, რეალურად შიგნით ისეთი ძაღე სიტუაცია არის, ნებისმიერ უწყება არის, ნებისმიერ. ისეთი ტოქსიკური და უნდობლობით და ეჭვით სავსე გარემო არის, რომ იმ გარემოში არსებობა არის აუტანელი უბრალოდ. ანუ ვერც აზრს დააფიქსირებ და აზრს აფიქსირებ თუ არ აფიქსირებ, მაინც ეჭვის ქვეშ ხარ. ამათთან ახლოს ხარ თუ შორს ხარ, მაინც ეჭვის ქვეშ ხარ. და შესაბამისად ეს ძალიან რთული გარემო არის. ასევე მაინც და მაინც ახლა არ არიან განებურებული არც ფინანსური რესურსით, არც არაფრით, ხო, ძირითადად ჩვეულებრივი მოსამსახურეები რა და შესაბამისად მათი ოჯახები და ეს ყველაფერი სიდუხჭირე, სიღარიბე რაც მოდის მათ ოჯახებზე აისახება, ასევე ძალიან კარგად ხედავენ სამართალდამცავები ჩვეულებრივი სამართ არა პარაზიტი მოსამსახურე რეჟიმის მსახურები, არამედ იცი უწყებებში არიან. ძალიან კარგად ხედავენ რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა და კატასტროფული მდგომარეობა არის რეალურად. და ძალიან ბევრი ეძებს გზებს როგორ დააღწიოს აქაურობას თავი, ბევრმა დააღწია კიდევაც და გაიქცა აქედან. ხო, ანუ ეს ამბავი ეს არსად არ იმალება და არსად არ დაიმალება. არაერთი ადამიანი ეს რა ქვია პროფესიონალი გაყარეს პირდაპირ. ჩვეულებრივად არაფერი არ დაუშავებია იმ ხალხს პირიქით იდგნენ და თავშეკავებულად, მაგრამ იმის გამო რომ არ ენდობიან
აი ეს ამბავია. მე შეიყავთ კრიმინალები ამ სისტემებში. პირდაპირ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდები თუნდაც შეიყავთ ყველანაირი ტრენინგის სწავლების გარეშე აძლევენ იარას, რა ქვია, ამ თავის რაც არის საბუთს და ასე შემდეგ და ანუ ქმნიან ისეთ გარემოს, რომ ეს იქნება რაღაცა ამორალური რაღაცა ბანდა, ხო, საბოლოო ჯამში, რომელიც მოემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ოჯახს. აი ესეთ რაღაცის ფორმირებას ახდენ. მოკლედ, ბევრი დინამიკაა მან, მაგრამ თავარი ამბავი რა არის ახლა აქ, რომ საპროტესტო საზოგადოება და ზოგადად ოპოზიციური საზოგადოება საკუთარ თავს ვერ აღიქვავს, საკუთარ პოტენციალს ვერ აღიქვავს, იმიტომ რომ ის ორგანიზაციული ასპექტი, რომელიც მას უნდა უჩენდეს რწმუნებას და სანდოობას, რომ აქ რაღაცა გააზრებული პროცესია, რაღაცა შეთანხმებული პროცესია და ასე შემდეგ, აი ამის განცდა არ აქვს. ჩვენ ადრე საუბრობთ, რომ ძალის ცენტრი გვინდოდა შეგვექმნა რაღაცა შეთანხმების წიაღი ყოფილიყო, რომელიც ძალას გამოასხივებდა და გრავიტაციას გამოასხივებდა, ადამიანები შეძლებდა, ჩვენი აქტიური მხარდამჭერები შეძლებდნენ ფოკუსის გასწორებას და ვიმუშავებთ აი სხვადასხვა ფორმატით და სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში ამ აქტიური საზოგადოების მობილიზაციაზე, იმისათვის, რომ ზეწოლა განგვეხორციელებინა რეჟიმზე და მოგვეთხოვა სამართლიანი არჩევნები და ასე შემდეგ, ჩვენი პატიმრების გათავისუფლება, კანონების შეცვლა და ეს მძაფრი მოთხოვნის რეჟიმი ჩამოგვეყალიბებინა, დღის წესრიგი ჩამოგვეყალიბებინა, როგორც საზოგადოებრივ, ასე პარტიული მდგენელის რაღაცა ერთობლივი მოქმედებით, აი ამ ამბავს ელოდება ეს ხალხი. და ასე ვთქვათ, მაგრამ აი ეს ამბავი თუ ელოდებიან, მე მგონი დიდხანს მოუწევთ ლოდინი, იმიტომ რომ ის პროცესები რაც ახლა ხდება, აბსოლუტურად არ გავს ამას. კი, არსებობს ოპოზიციური ალიანსი, არსებობს გარკვეული ჯგუფები, გაერთიანებული სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, აქტივისტების ჯგუფები, მაგრამ ხილვადობა აი ამ ყველაფერს არა აქვს. ოპოზიციის ალიანსი არსებობს, რა თქმა უნდა, მესიჯები მუდმივად აქვს და რაღაცა ტიპის აქტივობები აქვს, მაგრამ ალიანსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აი სულ დებატებში ამ სუბუქა თუ ამბობ ალიანსთან, ხო და ალბათ გამოვლენ კიდევაც, ანუ რაღაცა ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს, ხო? და რა შანსები გვაქვს, რომ ის მივიღოთ, რაც უნდა იყოს და რაც ეფექტური იქნებოდა. ნახეთ, ანუ ყველა ძალისხმევას აქვს რაღაცნაირი დატვირთვა. ანუ ეს გზა გასავლელი იყო, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვენახა რეალურად არსებობს თუ არა შეთანხმების რესურსი. ჩვენ ახლა საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც გარკვეულწილად შეთანხმებულები ვართ და ერთიანი რაღაცა ხედვით და სტრატეგიული ხედვით ვმოქმედებთ, ყველა არ არის აქ, მაგრამ საკმაოდ ესეთი სერიოზული აქტიური ნაწილი ვართ შეთანხმებული, ანუ ამაზე ვმუშაობთ ჩვენ რაზე შეთანხმებული, დათო, რაზე შეთანხმებული რაზე? შეთანხმებული ბრძოლის სტრატეგიაზე, შეთანხმებული მე რა იქნება რეჟიმი, როცა აღარ იქნება, როგორ ვინარჩუნებთ ქვეყანაში სტაბილურობას, უსაფრთხოებას და მართლობის რა ფორმას ვინარჩუნებთ და როგორ რა მექანიზმებით და შეთანხმებული ასევე როგორ ვატარებთ, როგორ მივდივართ სამართლიან არჩევნებამდე. აი ამ სამ ძირითად ჩარჩოზე იყო შეთანხმება საჭირო. აქ არ იყო საუბარი არც გაერთიანებაზე, არც რაღაც ერთიან სიაზე, არ რაღაცა მაგდაკვარზე, ეს ცოტა ახლა დიდი ამბები არის, ამას მე მაღალი ხარისხის რაღაცა ისინი ჭირდება, რა ქვია. ცოტა მაღალი ხარისხის ურთიერთობები ჭირდება, მაგრამ ზოგადად საბაზრო შეთანხმებაზე, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა მომხდარიყო ისე, რომ ერთიანი კამპანიით გვემოქმედა სულ ყველას და ქონოდა გარკვეულწილად რაღაცა ფორმირება ძალის ცენტრის, აი გრავიტაციის ცენტრის, შეთანხმების სივრცის, რომელზეც საზოგადოება ფოკუსირებას მოახდენდა და სწორებას მოახდენდა. იმიტომ რომ შეთანხმება არის ძალის გამომასხივებელი რაღაცა მოცემულობა. სამი ადამიანი რაღაცაზე რო თანხმდება, ისინი ძალას ასხივებენ მერე და ყველასთვის სხვანაირ ყურადღებას იპყრობენ და სხვანაირი გრავიტაცია. უბრალოდ ამ ურთიერთობებმა, რაც ამ აქტორებს შორის არის, ხო, ადამიანურმა ურთიერთობებმა, წარსულმა, ეს რაღაცა ურთიერთობრივად ტვირთებმა და ასე შემდეგ, ნუ არ მისცა ამ ყველაფერს ამის შესაძლებლობა და ეხლა ვხედავთ ჩვენ, რომ ფაქტი არის, რომ ეს ურთიერთობრივი რესურსი არ არსებობს ამის, არ არის საკმარისი. რომ ესეთ ძალის ცენტრი მივიღოთ, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა. ეს კარგი გზა იყო, კარგი იქნებოდა რომ ეს ქონოდა. ამ ცდელობაში ჩვენ მივიღეთ ბევრი დადებითი რაღაცეებიც, იმიტომ რომ ბევრ რამეზე შევთანხმდით სხვადასხვა დეტალებზე, პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოება და პარტიები სხვადასხვა საკითხებზე ბევრ რამეში სინქრონში ვარ და შეთანხმებულები ვართ, მაგრამ აი ესეთი ფორმაცია რაც ჩვენ გვინდოდა, ნუ ვერ მივიღეთ. ოკეი, ეხლა course correction-ი, ანუ კურსის რაღაცა კორექტირებას ვაკეთებთ და შესაბამისად ვახორციელებთ
პროცესს. ეხლა ჩვენთვის მაგალითად ხო არის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავაძლიეროთ კამპანია რომელიც მიმართული არის და ის იმ სტრატეგიის მიხედვითაც რომელზეც შევთანხმდით ასევე იყო გათვალისწინებული ასე რომ დიდად არაფერი არ შეიცვალა ეხლა უნდა განვახორციელოთ კამპანია რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი გვინდა რომ ჩაერთოს და ნელ-ნელა ემატებიან ადამიანები რომელიც მიმართული არის ამ ტოქსიკური პროპაგანდის ეფექტის განეიტრალებაზე მაგალითად ასე ვთქვათ იმიტომ რომ პროპაგანდა არის ეს მთავარი ბარიერი და მთავარი დასაყრდენი ოცნების რეჟიმი არ დგას ეხლა მათ მხარდამჭერებზე მათი მხარდამჭერების რიგები ნელ-ნელა ცირდება მაგრამ არის ასე ვთქვათ დგას აი ამ პროპაგანდა აბა ვისთვის მუშაობს პროპაგანდა უკაცრავად ვისთვის მუშაობს და აი ნეიტრალურ საზოგადოებაში შიშის დამკვიდრებაზე მუშაობს რომ მათ კონდეთ ქაოსის შიში რევანშის შიში არეულობის შიში ომის შიში ავი LGBT პროპაგანდის შიში ევროპის შიში აი ესეთ რაღაცებზე მუშაობს იმიტომ რომ ნეიტრალური საზოგადოება შიშით ასე ვთქვათ მათთვის უსაფრთხოება პირადი და საკუთარი ოჯახების უსაფრთხოება არის უპირატესი მნიშვნელობის აი როგორ გითხრათ ქვეყნის ინტერესზე უპირატესი მნიშვნელობისა ამიტომ არიან ნეიტრალურები რაღაც ცოტა კონფორმისტული ამბავი არის მან და შესაბამისად მათ თუ შეაშინეთ ისინი აი რაღაც პარალიზებულები არიან აქეთ კიდევ მათ მხარდამჭერ ასე ვთქვათ სეგმენტში ხო ისეთ სეგმენტში რომელიც აი უფრო იდეოლოგიზირებულ და პროპაგანდის ეფექტის ქვეშ იმყოფება ანუ არა პარაზიტულ ნაწილში ამ სეგმენტში რომელიც აი პროაქტიულად რეჟიმს ემსახურება არამედ აი იმ სეგმენტში რომელიც აი ქართული ოცნების გულწრფელი მხარდამჭერები იყვნენ და აი ამ ინერციაში იმყოფებიან ეხლა ძალიან ბევრს ეს ილუზიები ემსხურება იმიტომ რომ ფაქტი არის რომ მაცივარში საჭმელი აღარ აქვს ფასები გაიზარდა ყველაფერი უარესდება და ანუ არაფერი წინ არ მიდის და ხედავენ ესენი ეხლა რა მდგომარეობა არის მაგრამ მაინც ეხლა ადამიანი ხო იცით როგორ არის იდენტობის დონეზე როდესაც გააიგივებს შენ თავს რაღაცა ძალასთან მე ძალიან გიჭირს ამის თვალის გასწორება იმიტომ რომ მე რაღაცა უნდა გააკეთო ანუ ეგ ხალხი არ არის ნეიტრალი ხალხი რაღაცა უნდა ქნან ვიღაცას მხარი უნდა დაუჭირო და შესაბამისად მათში ოღონდ ესენი ეხლა ზიზღს თესავენ ანუ ის ზიზღი დიდი ხანია ითესება მაგრამ ეხლა მთელი ფოკუსი მიდის ამ დემონიზაცია აქეთ ოპოზიციური საზოგადოების არა მარტო იმ პოლიტიკოსების რომელზეც თქვა შეიძლება ბევრი რაღაცით აპელირება გააკეთონ წარსულ მმართველობაზე შეცდომებზე და ასე არამედ ჩვეულებრივი ადამიანების დემონიზება ხდება ხო ჩვეულებრივი საზოგადოებრივი მოღვაწეების რომელიც პროტესტში არიან იმ ადამიანების ვინც იბრძვიან და არანაირი კავშირი არ ქონია თქვა არანაირი შეცდომა არ ძალაუფლება ქონიათ არასოდეს და არც ხელისუფლებაში არ ყოფილა ამათი დემონიზება მიდის თუ ესენი არიან ტერორისტები ექსტრემისტები რა ვიცი 1000 რაღაცა ქვეყნის და აგენტები და ასე შემდეგ აი ამის ამ პროპაგანდაზე დგას ახლა ყველაფერი ანუ როდესაც ზიზღში ხარ ხო იცით ახლა როგორ არის ამ საბაზისო ემოცია ადამიანის ეს ზიზღი და ამ ზიზღში რო ხარ გიპყრობს ეს რაღაცნაირად და მე რაციონალური აზროვნება გეკეტება და შენი ყველა უბედურება ბრალდება იმას ვინც გეზიზღება და ამას ხელოვნურად კულტივირებენ ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ახლა რომ როგორმე ისეთი აქტივობები განვახორციელოთ გასაგებია რომ ეს ძალის ცენტრი ახლა ჯერ არ ჩამოყალიბდა ამაზე მცდელობას ჩვენ გავაგრძელებთ მაგრამ პარალელურად არის კიდე სხვა მიდგომები და მიმართულებები რომელიც შეიძლება გავაძლიეროთ საპროტესტო ძალისხმევის გაძლიერების თვალსაზრისით და ასევე აი ამ პროპაგანდის ეფექტის შემცირების თვალსაზრისით როცა ამბობთ ჩვენ დათო ვერ ვიგებ ვინ სიმართლე რომ ჩვენ ვინ აი გეტყვით ახლა ანუ სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვადასხვა დამოუკიდებელი პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ ამ პროცესში, ნაწილობრივ პარტიებიც, ნაწილობრივ ანუ მე რაღაც ძალიან საინტერესო გამომრჩა, ხო? და გამოვტოვე? აი ეს ერთი ხალხი, ერთი საქართველო, ერთ-ერთი ეს ძალიან ესე ვთქვათ, როგორ გითხრათ, კარგად გააზრებული კამპანია არის, რომელსაც ბევრი ადამიანი ეხმიანება ახლა და ჩვენ რეგიონებშიც დავდივარ და მოსახლეობასაც ხვდებით, აი სწორედ აი ამ გზავნილით, რომ მოდით აი ესეთია, ანუ ცოტა რომ დავანახოთ რეალურად რა საზოგადოება არის აქეთ მხარეს, ვინ არიან ამ საპროტესტო საზოგადოებაში, როგორი ხალხი ვართ, რა ფიქრები გვაქვს, რა გვინდა, როგორ ვაზროვნებ. იმიტომ რომ მათ ისინი ამ ტელევიზორიდან ხედავენ რაღაცებს და ტელევიზორშიც ოპოზიციური არხები ძირითადად იქ არ არის და მოკლედ ძალიან ადვილია მათ გონებაში რაღაცა ხალხის დემონიზაცია. დათო, კი ბატონო, გასაგებია, ანუ აი უნდა დავასრულოთ მალე და ამიტომ გითხავთ ივანიშვილი უკვე ვთქვით ეს მეტნაკლებად, მაგრამ აი იმით გამოირჩევა, რომ ის არის სულ მისი მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება. ზუსტად იცის რა არის მისი მთავარი ამოცანა ნებისმიერ ფასად და მერე ყველაფერი
ექვემდებარება ამ ამოცანას, ხო? მე აი ზუსტად მოქმედებს როგორც ომში მყოფი, არ ვიცი, ქვეყანა თუ დაჯგუფება თუ ადამიანი, ანუ ის უყურებს ყველაფერს როგორც ფრონტს და ფრონტის ხაზს, ხო? და აქეთ აბანაკს უყურებს როგორც მტრის ბანაკს და ნუ მათი რიტორიკაც ხო ეგეთია, რომ პირდაპირ ამბობენ მტრული ძალები მტრები, შესაბამისად მოქმედებს და თანმიმდევრულად მოდი ვთქვათ, ხო? აი ყველა მიმართულებით გაშლილი აქვს ფრონტი, ვთქვათ, პარტიებს სხვანაირად ებრძვის, აქტივისტებს სხვანაირად ებრძვის. უწერია, მე მგონი ჩამოწერილი აქვს რა უნდათ, მაგალითად, უნდათ რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი წავიდეს ქვეყნიდან, ეს აქტივისტები. ამას აღწევენ გარკვეულწილად. ვიღაცები ციხეში ჩაძნენ, ვიღაცები სახლში დარჩნენ და შეეშინათ, ვიღაცები ფინანსურად გაანადგურონ. ანუ ასე მგონია, რომ ეს უწერიათ ყველაფერი, ხო? რაღაცა ალბათ რაღაც ფაილები აქვთ შექმნილი და ის ზუსტად უწერიათ რა უნდათ. როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზანს, რომ სულ იყოს, სულ დაუსრულებლად. მერე პერიოდულად სტრატეგიებს ცვლის. ანუ მაგალითად თუ დაჭირდება, იტყვის, რომ აი ანაკლიას ვაძლევ ჩინელებს. მე გამოვა და იტყვის, რომ არა, ჩინელებს აღარ ვაძლევ. ეხლა აბა მოდით დამელაპარაკეთ. ხან იტყვის, რომ აი მე თავი გამანებეთ, კაცო, ჩინეთთან და სტრატეგიული პარტნიორობა, ან რა ვიცი, ირანთან გვინდა რომ ვიაროთ სატირალშიც და ჭირშიც და ლხინშიც, მაგრამ მე მივლენ და იტყვიან საელჩოში, რომ ჩვენ გვინდა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ანუ რაღაცებს სუცვლის არაფერს არ ცვლის. აი კი ბატონო, სულ კორექტირებას აკეთებს იმის მიხედვით რა დაჭირდება. აი აქეთ ამხარე აკეთებს ამ ტიპის კორექტირებას. ნახეთ როგორ არის. კი, ნახეთ ივანიშვილი არ არის სტრატეგიებს არ ცვლის. მას ერთი სტრატეგია აქვს. კი ბატონო, ერთი სტრატეგია აქვს, მაგრამ ტაქტიკურ რაღაცებს ცვლის, ხო და? დიახ, ტაქტიკურ მანევრებს ტრიკებს ატარებს იმის. ხარე რას აკეთებს, ან ტაქტიკურად, ან სტრატეგიულად? კი ბატონო, ანუ ნახეთ, ივანიშვილი არის ორგანიზებული, მაგაში გეთანხმებით ორგანიზებულია და ორგანიზებული სახელმწიფოს ორგანიზებული ნაწილი აქვს მიტაცებული და მის ქვეშ არის დაქვემდებარებული, ხო, ბიუროკრატიული ორგანიზებული, სტრუქტურიზებული ამბავი, ხო? ეს არის როცა რაღაცა ხდება, რაღაც მნიშვნელოვანი მესიჯი აქვს, უმაღლესი თანამდებობის პირიდან დაწყებული, ბოლო ტროლით დამთავრებული ამ მესიჯის მატარებელია. ოღონდ ყველა სხვადასხვა ფორმით ავრცელებს ამას და სხვადასხვა აუდიტორიისთვის და იმ აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე. კი ბატონო, აი ზუსტად იგივე გვა გასაკეთებელი ჩვენ. მაგ ცდილობაში ვართ. ანუ ნახეთ ჩვენ ვართ აყოლილი მის მიერ შექმნილ დღის წესრიგს. მაგიტომაც აი ამ სხვადასხვა ელემენტებს ამუშავებს ხან იმას, ხან ამას ჩვენ ამ დღის წესრიგს აუყვებით ხოლმე რეაქციაში ვართ, განვიხილავთ ანალიტიკურად უდგებით, ვცდილობთ გავერკვეთ რას აკეთებს. ამ დროს ეს არაფერს არ აკეთებს რეალურად. დროს იგებს, იპარავს დროს, ჭიმავს დროს და აი მანევრირებს. ამის არანაირი შედეგების მიღწევა მაგედან მაგას არ უნდა, მაგას უნდა სრული იზოლაცია. გეთანხმებით, დროის გაყვანა უნდა, ანუ იდეა ფიქსი აქვს, რომ კიდევ ბევრი წელი იყოს ძალაუფლებაში. კი, მე მაგიტომ ვიძახი, პათოლოგიური როგორი იქნება, ნანგრევებზე იდგება, რაზე მთავარია. ნანგრევებზე უნდა. ხო, მთავარია იყოს. მას უნდა ღარიბი ქვეყანა, ღარიბი ხალხი თვითონ იყოს ძალაუფლების ერთადერთი წყარო და რესურსი მოდიოდეს მხოლოდ მისგან, რესურსი იყოს მისი კონტროლის ქვეშ, ნებისმიერი რესურსი. ეს ყველაფერი ხო ვიცით და აქეთ ამ ხარეს ვეძახი, იმიტომ რომ აღარ ვიცი რა დავარქვა. ალიანსი ცალკე ვთქვა და თუ ნაციონალური მოძრაობა უკვე ცალკე ვთქვა. თქვენი მოძრაობა ერთი ხალხი ერთ საქართველო თუ აი სხვა რაღაცა აქტივისტური ჯგუფები, ამიტომ არ ვიცი თქვენ საერთოდ რა ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან, ამიტომ ამბობ აქეთ ამ ხარეს. აქეთ ამ ხარეს ჩვენ გვაქვს ჯერ კიდე გარკვეული დაქსაქსულობა, ეს არის ჩვენი სისუსტე. ამ დაქსაქსულობას ის ფაროლი და ღია მეთოდებით განსაკუთრებით პროპაგანდისტულად ხელს უწყობენ, რომ როგორმე ეს დაქსაქსულობა არ აღმოიფრას. მაგრამ ჩვენ მუშაობთ იმაზე, საზოგადოება განსაკუთრებით, ასევე პარტიებიც, მაგრამ ნუ ბევრი პრობლემაა, მაგრამ მუშაობთ იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ერთხმოვნად დავიწყოთ რაღაცებზე შევთანხმდით და ერთხმოვნად დავიწყოთ ჩვენი დღის წესრიგის შემოტანა და ჩვენი დღის წესრიგის შემოტანა ყველა ჩვენ საზოგადოებრივ სეგმენტზე, ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებთან, პასიურ მხარდამჭერებთან, ნეიტრალებთან და ქართული ოცნების ასე ვთქვათ, გულწრფელ მხარდამჭერებთანაც კი. ანუ იმიტომ რომ იქ ზიზღი დავწიოთ, აქ ნეიტრალებში შიში დავწიოთ, პასიურებში ინტერესი დავაბრუნოთ პროტესტისადმი და ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებში აღვძრათ პროცესისადმი ნდობა და რწმუნება. აი ამას ჭირდება ძალიან ეფექტური კამპანია.
და აი ამ კამპანიის გაშლაში ხა სხვადასხვა ჯგუფები რაღაცებს ცდილობენ, ხა ჩვენ რა ვიცი, ყველანაირად ორგანიზებულები ვართ. წირი არის რესურსი, ადამიანური რესურსიც ისიც ესეც, მაგრამ რეალურად, როდესაც სიმართლე შენს მხარეს არის და სიმართლეს ეფექტურად, კამპანიურად მიუდგები და ამის გავრცელებას ცოტა ჭკვიანურად აკეთებ, არა მატრაკვეცობით რაღაცეებით და ასე შემდეგ და რაღაცა იმის დაყენებით, არამედ რეალურად ფიზიკურად ჩადიხარ ელაპარაკები ადამიანებს, კონტენტს ქმნი ისეთ, რომელიც რეალური არის. ამითი ნელ-ნელა ჩვენ დღის წესრიგს შემოვიტანთ. ეს ერთ-ერთი გზა არის. ხო და თან აი ფიზიკური აქტი, ეხლა მაგალითად თვალ გვაქვს შაბათის მარში და ნელ-ნელა აი რა ვიცი ადამიანებს უნდა გაუჩინოთ იმის აღქმა, რომ შაბათის მარში არის საპროტესტო საზოგადოების დიდი მეგაფონი. და ამ მეგაფონში ისმის ძალიან მწვავე თემები და ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის ეს იმისთვის, რომ გაჟღერდეს ისეთი თემები, ისეთი ასე ვთქვათ, საკითხები, რომელიც ჩვენ აქეთ ყველას გვაწუხებს და რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო ხმამაღლა გაჟღერდება. ანუ სტრატეგიული დატვირთვა აქვს ამ შაბათის მარშს რეალურად. მადლობა. თუმცა უკვე რაღაცნაირად რუტინულად იქცა თითქოს და აი რუტინით საპროტესტო მოძრაობის ტემპერატურის აწევა არ ხდება. ხო, ნახეთ ახლა საპროტესტო მოძრაობის ტემპერატურის აწევა რა, ანუ შაბათის მარშს თუ ადამიანებს ავუხსნით და ამას აუცილებლად მივახცევთ. წარმოიდგინეთ, ახლა 20,000 ადამიანი რო დადიოდეს ამ შაბათის მარშზე ყოველ შაბათს, რამხელა ეფექტი ექნება, ხო? ეს ხო ინსტრუმენტი არის. ანუ უამრავი თემების წამოწევა ხდება, ჩვენი კონსოლიდირების ასე ვთქვათ მაჩვენებელია და ბევრი დანიშნულება აქვს. ეს ერთია, ხო და ამითი ვერ მიაღწევ ახლა რეჟიმის დემონტაჟს, ხო? ბევრი კომპლექსური ამბავი არის. მაგას კიდე რეგიონებში სიარული ჭირდება, კიდე რაღაცა 1000 რაღაცეები ჭირდება, რომელიც მაინც და მაინც ეს არ არის, რა ქვია, ესე დეტალებში ახლა ვერ ილაპარაკეთ, მაგრამ მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა, ჩვენ დრო მოიწურა, უნდა დაგემშვიდობოთ დათო გუნაშვილი, მოძრაობა ერთი ხალხი, ერთი საქართველოს წარმომადგენელი იყო ჩემი სტუმარი. დღეს ამით დავასრულეთ ეთერში მუშაობა, გემშვიდობებით მომავალ კვირამდე.